რომელ ფეხბურთელზეა ბლუზ და ელტონ ჯონის სიმღერა? ახლა ცნობილი სიმღერა არის. ელტონ ჯონი და ვარაგარადუ და წაიბღერა კიდეც. ვარაგარადუ არის. სი! რომელ ფეხბურთელზე აქვს სიმღერა ჯგუფ Black Eyed Peas? აჰა, რა მერხა. მაგრა გაგისტორ, აი იცი დარწმუნებული ვარ რა. ხო გეუნები, აი Black Eyed Peas-ის მეტი სიმღერა თუ ვიცოდე. არა, ხო, მარა. თუ ვიცოდე დედას ვიცავ. აი ეგ დროს ტვინი მეტიშება თქვა, არ ვიცი. რომელზეა? Desire due. Ra. აი ტელეფონის მაგ სიმღერით რეკავს გონიზარი. Desire due. ორი თნოლი. ახლა შემდეგი. ჩემპიონობის შემდეგ Paris Saint-Germain-ის რომელმა ფეხბურთელმა ახედა წაში. თუ იდა მოგცე ბორწამიან შანსი. მითხარ, მინა. 1-2 შენ ვერ გამოიყენე. Pacho. წაში ახედე. გასაგებია. ბამონო შემდეგი. საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი. ლილიანი. ტურამი. ხო, ლილიანი. რა შვებოდა? რა შვებოდა? ფინალამდე რა შვებოდა? ლილიან ტურამი თუ? ლილიანი რა შვებოდა? ემზადებოდა, რა ვიცი, საგულშემატკივროდ რას უნდა შვებოდა? თავის შვილის ჩემპიონობას ტურამდა. აი, სხვა ჟანრია, მე რხევა თქო. ტურამდა, წური. კარგი, 3-0 თო. რა 3-1? 2-1. 2-1. მაგრამ ეს რო ვერ გამოვიცადე, ხო შენ გეთვლება. ხო, დაი კიდე მაგაზე ხო არ არის. აი, ავა დავიკიდო, ისთვის მოვედი ამ ხელს. აბა ჩაინიქს აძვრა ემალი გემშვიდობა ჯემალი Paris Saint-Germain-ის რომელ ფეხბურთელზე ეს ამბავი? ჩაინიქს აძვრა ემალი გემშვიდობებად ჯემალი. გემშვიდობებად. და წავა ჯემალიზე დაიწყოს ფიქსაი. ჯემალი. ეგრეა, როცა ფანტაზიას ჩავთავ მე. აი მომზადებული მოსულ ხარ. სი. მე ვერ ვიცნობ თორე ეს შემიძლია. ეგ არის დემბელეზე, რა ვიცი, სუ ემალი ძრებოდა მაგას. დაფიქრდით. ადრე სუ ემალი ძრებოდა. დავფიქრდი. დემბელე? აბა ვინ არის? Fabian Ruiz. Vamos! Fabian Ruiz. Ruiz, სად იწერება ეს გენიალური ის? რას მერჩოდი ტრაქტორო და ამბები? გასაგებია.